გამარჯობა მეგობრებო, მე დღეს გადავიღებ Roblox-ში 99 Night in the Forest. მე გადავიღებ ჩემ დასთან ერთად, რომელიც უკვე გახდა იუთუბერი, მის YouTube არხს ჩავაგდებ აღწერაში და ჩემი თხოვნა რომ გადახვიდეთ და გამოიწეროთ მისი არხი. ჩემი არხიც გამოიწერეთ. დღეს ალბათ დადებს ისიც 99 Night Forest-ზე ვიდეოს და ეხა ხო თამაშობ ჩემ დასთან ერთად. ეხა მე აქ ცეცხლებს ხეს მოვაგროვებ და ჩავყრი. ჩემი და კი მოაგროვებს ბანიფუთებს რადგან ბანიფუთის კაცი რომ მოვა ეგრევე მიუცეთ და დრო არ გავავიდეს და არ ვიცადოთ და იმ კაცსაც არ ვაცდევიოთ. ეხლა მე აქ პირველი ლეველი გავმაქვს ცეცხლი. გავალ ეხლა აგერ ბანკი ვნახე. ბანკში შევალაღოთ მე ფულებს არ ავიღებ. აქ ბანკის ფულები არ მიყვარს რა. რამეს არ ვყიდულობ მე აქ ის კაცი რომ მოდის. ცხენის კაცი რომ მოდის ხო მაგასთან უნდა იყიდო ამ ფულებით რაღაცები. მე მაგასთან რამეს არ ვყიდულობ, არ მიყვარს რა. ჩემი და აგერ აგროვებს, ეხა ამგეს აიღებს ფულებს. ის იყიდის და ბაზისთვის უნდა იყიდო მაგ რაღაცები რა. ბაზისთვის იყიდის და დააგროვებს, დადგავს მერე და ნუ ახლა მე აღარ დამჭირდება რა ეგ ფული თან მას უყვარს რომ იმ კაცთან ყიდულობს და მე ბარემ აღარ ავიღებ მას დავუტოვებ. ეხლა კი აქვე წეგან სახლი დავინახე და აგერვე სახლში შევიდეთ. ჩესტი უნდა იყოს წესით გავხსნით ეხლა აგერაი ხო თქვი გავხსნი ამ ჩესტს ნახოთ რა მოგვივა მე წავიღებ ამ სკამებს და აქ მომივიდა ფლაშნაიტი არ ავიღებთ არ მჭირდება არაფერში ვაფშე. აქ არის ორი სკამი ავანიტა შეგიძლია რომ ეს ორი სკამი წამოიღო? ვერა ჩანთა მაგ სავსე. კაი მაშინ მე აგერ ამგეს დავუყრი და აქ ბოლტი რო ამას არ წავიღებ რა, იმიტომ რომ მეტალში გვაძლევს ერთს და აგერ ვენტილატორს წავიღებ ესე რო ვთქვა. ეგ გვაძლევს სამცალ მეტალს და 4-ვე სკამს წავიღებ და ანიტა თუ გინდა ეგ მეტალი წამოიღე. თუ ხო შენს ჩანთა სავსე გაქვს. ბოდიში მეგობრებო. აქ ხა მე ბანიფუთს ვიშოვი, იმიტომ რომ ჩემ მადამ ერთი იშოვა და მეც ხო მინდა. კაი ამ საჭმელს წავიღებ ეხლა მე ბაზარში ბანიფუთი არ დამიგდო აგერ ბაზარზე კი გიდია ბანიფუთი მაგრამ ეგ არის ჩემი დის და არ მინდა რომ მოპარო. ეხლა ეს სკამები ანიტა ეს სკამები ცეცხლში ჩავყარო თუ კრაფტში? კრაფტში ჩაყარე, იმიტომ რომ ცეცხლისთვის მე მომაქვს. აი მაშინ კრაფტში ჩავყრი თუ შენ მოგაქვს ცეცხლისთვის და მეგობრებო თქვენ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა რადგან ავიდეთ 500 გამომწერზე და ამ ვიდეოდან მინიმუმ 100 ლაიქი უნდა წავიღოთ. ეხლა მე აქ დავკრავდე შემდეგი კრაფტ ბინჩი და კიდევ დავკრავდე ისა რა ქვია ამას მაპი ხო და სადაიელი რადგან გავიგოთ ანუ ერთმა მეორე რო იპოვოს მაპი რო გახსნას და ერთი სადაიელი იმის გამო რომ გავიგოთ რამდენი ხანში თენდება, რამდენი ხანში გაღამდება და ხოლო შემდეგი კრაფტ ბინჩი იმიტომ რომ გაძლიერებული რაღაცების დადგმა შეგვეძლოს. ეხლა მე აქ წავალ და რაღაცა ჩესტებს ან რაღაცებს ვიპოვი. ამ სახლში რამე ხო არ დაგვრჩა არაფერი, არც აქ. ხო და ჩვენ ლოგინისთვის დაგვრჩა ერთი ცალი ისა რა ქვია მეტალის აშოვნელი, ანუ სულ ერთი ცალი რა. ერთ ცალს რო გვაძლევდეს ასე იგი ბოლტიც ყოფნის ერთი ცალი, მაგრამ აქ არსად არ არის თუ იპოვე ძალიან კარგია. და თან გელი მომსდევს მე მგონი, არა ეხა გამომეკიდა. წეღანაც მომსდევდა. ბოლტი ავიღეთ აგერ ძლივობით ვნახეთ. თან წეღან რო ვეძებდი არ იყო და ეხა ორი ცალი ერთად იყო. გავეჭედე. კაი მიდი ეხა აქ ჩავაგდებ მე ამას. დავკრავდავ შემდეგ ლოგინს და შემდეგ უკვე ჩემი დასადაა. სათხარ ანიტა? გლის ტყავებს ვეძებ. კაი მიდი მოძებნე და მე აგერ ახლა იმას რა ქვია ლოგინს დავკრავთავ და მე წავიდეთ პირველ ბავშვთან რა სიტყვი ხო კარგია რომ წავიდეთ. კი დაკრავდე და წავიდეთ. კაი მაშინ მაცადე ეხა ტვინი არ გამებინიო რომ ცოტა ძნელია ამის სუსტად მე როგორც მინდა ისე რომ დავდგა და იცადე და არა კიდე ამებნა. მიდი რა გიხვეწები გამოვიდა. ფოტოში მეგობრებო გაჭედა და მაგიტო დავადე გისა რაღაც სტიკერი, იმიტომ რომ სულ არაფერს დადებინო. ანუ ვიდექი რა, იმიტომ რომ ძალიან გამიჭედა და მაგას ვჯობდა რომ ეს
დამედურა რაღაც. ეხლა მე აქ ბავშვთან წავალ მე და ჩემი და ბოდიში და ჩემთან აქვს ისა რეიგანი და იმით გავუკლავდება და მე ცოტა რო დარჩება ხო ეგრევე ჩავვალ და მოვკლავ მაგრამ აქ სამივე მე გამომეკიდა ჩქარა სათხარ ჩქარა მოდი მიდი მოკვდი რა ეს ერთი მოყალი მეორე გაქრა შენც საინახე რო გაქრა კი მეც დავინახე რანაირად გაქრა ეგ არ ვიცი მაგრამ ჩვენთვის უკეთესია რომ ეს გაქრა იმიტომ რომ ერთით ნაკლები მგელი გვექნება მოსაკვლელი მიდი მოკალი მეორე ცოტაზე დატოვე და რადგან მეც ჩამოვხდები ახლა და ესე გავაღებ და ბარებ ამ გლისტყავს მე წავიღებ თუ შენ აიღებ მე ავიღო თუ შენ წაიღებ შენ აიღე ჯობია აი მადლობა ესე ამ გლისტყავს მიუჩინეთ თავისი პატრონი ახლა მე ჩავალ ავიღებ გავხსნი ჩესტს ჩემო და აიღო უკვე ბავშვი და წაიყვანა და ესე სპეარი მაგრამ რატო გაქრა შენ აიღე არა მე არ ამიღე რატომღაც გაქრა იმ გელისავით აუცა დიდი ბაგები აქვს იმენა რა თამაშს მაგრამ შენ ხო აქვს ალფა ვულფპელდი კი არა და ვულფპელდი და თან რეიგანიც გაქვს და მაგ ვულფპელდით სპეარი გამოვარტვე იმ კაცს და მე მომერა სპეარი დამჭირდება თან მგლებს და რაღაცებს მოკლავ ხო კაი მადლობა რო აიღებ მითხარი უია აუღია უკვე მე იქ მივედი დამიგდე მადლობა ავიღე ხა მე ეს წავალ და გლებს მოვკლავ ხა რომ ეხა ჩემთვის გლისტყავი რომ მე ეგრევე ალფა გლისტყავი მივცე და მე დათვის ტყავი მივცე და შესრულებული იქნება მე მგონი კი არა შესრულებული იქნება აგერ მგელი მოვკლათ ოპა ავიყვანეთ მგელი მაგრამ რამე არ დააგდო საჭმლის გარდა სტეიკი ავიღეთ ხორცებიც ავიღეთ ვიხურე მეგობრებო არ მიდირია ეხლა ჩვენ აქეთ ჩავყაროთ ეს რომ შეიწვას მე დავუწოდოთ ჩემ დას და მე არ ვიცი რას ვიზავთ რო გათენდება იმიტომ რომ ეხლა რო გავიდე გარეთ დამერხება მაგრამ აგერ ბაზართან ვიქნები და არა უშავს რა იმიტომ რომ ბაზართან რომ მოვიდეს იმან ირემა თუ ვიღაცა შევარდები ეგრევე ბაზარში რამეს ვერ მეტყვის აგერ ხეებს მოუჭრიუცებ და თან მე მგონი მე 5 ლეველზე გადავყავს ცეცხლი აი ეს მოუჭრათ და 15 სალიხე გავიტანოთ ეს არის მესამე ხე აი სულ გრძდება 5 წელი ეს არის მე-4 და აგვიგროვდა უკვე 12 ჩემი აზრით არც დაჭირდება 15 ხე მაგრამ მაინც ეკოს და შეიძლება შემდეგი ლეველით გავმაქსოთ მაგრამ არ ამგონია შეიძლება 11 ან 12 დაჭირდეს და 3 მე შემდეგ ლეველს აუი მესამე ლეველზე გადავიყვანეთ ბოდიში მეგობრებო შემეშალა და 4 წელი ხე დაგვრჩა ესე იგი დაჭირდა 11 ხე თუ 1 წელი საჭმელი მქონდა არა 11 ხე დაჭირდა ეს 4 წელი ხეც ჩავყარე ავიღოთ მეორე ბავშვის კოორდინატები და წავიდეთ მეორე ბავშვისკენ ეხა ამ წამს გათენდა წავალ ეხა შენ წამომყვები თუ ჯერ ვნახო და მე გითხრა გზა არის და მე წამოხვალ თუ რა ვქნათ წადი ნახე და თუ არის გზა წამოვალ ოკეი წავედი ახლა მე გზა ვნახო მაგრამ არ ყოფნის ოკეს მგელი გავასუხაროთ უცებ სპეარით და ისე ვარ დავიგდო გლისტყავი აქ ჩესტი გავხსნათ უცებ ვნახოთ აბარას დააგდებს შენ რა დაგიგდონი და მე ბენდაჟი დავაგდე ვარა კაი იმედია მეც ბენდაჟი დავაგდებ უკეთე ძალიან კაი იქნება მაგრამ რევოლვერი დავაგდე და თავში 6 ცალი ტყვია 6 ცალი ფუ 6 ცალი მოყვება 6 ცალი დავაგდე ჯამში 12 მათემატიკას ეხლა გავაგზავნოთ აგერ მე შემდეგი მგელი მოვკლათ დაძლივს ტყავი დავაგდე მომილოცეთ
წავედი, ეხა ამ სახლში ვნახავ, ეხა ნახშირი თუ არის გაგვიმართლებს და არის და ჯობია ეხა უკვე სახლისკენ წავიდე, იმიტომ რომ ძალიან მშია, გარდა ბაზისკენ, იმიტომ რომ ძალიან მშია და შეიძლება მოვკვდე. და აქ ვეყოფილა ბაზა. ეხა ამგეს დავყრი, რეები მაქვს, ნახშირი მაქვს და მეორე რა მაქვს და მოვიწყდა. ნუ ჩავაგდე, ერთი ცოლის საჭმელი მქონდა ხო? გარდა ინგლისს ტყავია იგერ და ვაგდე. ესეც ესე საჭმელი შევჭამე, ცოტა ნახევარზე გავივსე. ეხა მოვჭრი ამ ხეს, მივიტან, ჩავყრი და გამახსოვრა, ესე რომ ვთქვათ. აი ამასობაში მე-5 დღეზე ვართ და წესით ამ ღამეს უნდა შემოგვიტიონ. თუმცა არა, მე მგონი არა, იმიტომ რომ ერთი ბავშვი გვყავს და ერთი ლოგინი გვაქვს. არა, ამ ღამეს არ უნდა შემოგვიტიონ, იმიტომ რომ მე მგონი მეორე დღეს დავთქვით ხო ეს ბავშვი და ლოგინები. მე მგონი კი, მაგრამ არ ვიცი სულად. კაი, ერთ ამას მივიდან დავყრი და ვნახავ ეხლა არა, თუ უნდა შემოგვიტიონ, დაგვიწერს, მაგრამ არა მგონია რომ უკვე შემოგვიტევენ, არა. რაც არ უნდა სულ ეხლა დაგვედგა, არა ეხლა რომ დაგვედგეს, ანუ მე-5 დღეს რომ დაგვედგა, კი უკვე უნდა შემოეტიათ, მაგრამ არა მგონია რომ იმდენი მე-5 დღე ეხლა უკვე უნდა შემოეტიათ. არა მგონია მე. წესით ასე მე-9 დღეს შემოგვიტევენ, მე მგონი. ნუ ჩემი აზრით. მეგობრებო, თქვენ კიდევ შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება არხის გამოწერა. ეხლა მე აქ ცოტა დღე ერთი ღამე გამოვტოვე და ამასობაში გვაქვს დავდგით მეორე ლოგინი, სანამ ამ ღამეს გამოვტოვებდით. ავიყვანეთ 9 დღეზე, ჩამოვიდნენ აგერ უცხო პლანეტელები, ამას მე ავიღებ, იმიტომ რომ ჩემდას რეიგანი აქვს. მეც მქონია რეიგანი ანიტა. ყოველუბრალოდ გამიხარდა თურმე რევოლვერი ყოფილა. რა დებილი ვარ. აქეთ მეორე ისა რა ქვია კოსმოსური ხომალდი. თუ რა ქვია უცხო პლანეტელების თემში რა ესე რომ თქვა აქ ჩესტია და მე ამას გავხსნი და იმას ჩემი და მიხედავს. ეს არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემი ტანსაცმელი რაც მოცვია, ეს მომწონს ძალიან და თან არ მინდა რა მახინჯდება იმით რა ტანსაცმელი. და მაგიტო იმას არასდროს არ ვიცო რომ ამოდის, ამას ჩემი დაიღებს და მერე დააყენებს. აი და ნახევარი ციცოცხლე გაქვს და იცოდე რომ მგელს, ანუ ერიდე რა, თორე მგელი თუ შეგხდა, შეგახრამუნებს წითელ ქუდასავით. წავედით ახლა ბაზაზე. რო დადგას ჩემ ადამ თუ არ დაავიწყდება იმედია. კაი, ამასობაში მე ეს რაც დავაგდე ძალიან მომეწონა და იმედია მივასწრებ რა ბაზამდე, მაგრამ აგერ ქაროტს შევჭამ და მე უკვე მივასწრებ. აქ უკვე ჩემი და მუშაობს საჭმელზე და ძალიან ბევრი საჭმელი მოვიტანა და თითქმის ყველა სტეიკი რა და სტეიკი უცებ გვაწყობს. ეხლა აქ ანუ ბანიფუთის გამო არ მომიგია, იმიტომ რომ გლისთავიც მაქვს მისამული. პროსტა იმის გამო მოვკალი რომ ნახე რამდენი დარტყმაში კლოდა ეს, იმიტომ რომ მე ანუ დიდი ხანი აღარ მითამაშია და ყველაფერი არ მახსოვს. даже სპეარით რამდენი დარტყმაში კდება, ისა რა ქვია, გელი ეგეც არ ვიცი და არ ვიცი არა, არ მახსოვს. და გუდექსით რამდენი დარტყმაში კდება, ბაჭია. ეგეც არ მახსოვს და ასე რომ ეხლა აქეთ გავალ. რაღაცებს მოვძებნი ჩესტებს რაღაცებს და თუ რამე ვნახე დავუძახებ ჩემ დას რომ მანაც გახსნას და აქ მე მგონი მეორე ბავშვთან მოვედი და კი მეორე ბავშვთან მოვედი ჩემი დაცა ხა და დავყარგეთ ერთმანეთი იმიტომ რომ ბავშვი უნდა გადავარჩინოთ მეორე იმედია გამოგვივა ყველაფერი აქ ეხა აქ გავხსნით ჩესტს ნუ ჩემმა და გაუარა და მე გავხსნი და ვნახოთ ერთი რა მოგვივა და ბენდეჟი. ეხლა ვიდეთ აქ. ბავშვის გადარჩენის ვიდეოს იხილავთ მეორე ნაწილში. ნახვამდის და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.